გაუმარჯოს ხალხნებო. ჩემი ძველი ტელეფონით იმედია სადღაცას არ გამიჩერდება ჩაწერის პროცესი. მოდი აქ. სამსახურში ვარ კვირა დღეს. იმიტომ რომ ხვალე ხო ფეხის ექიმთან მივდივარ თუ ის ექიმიც აქვია თუ ნერვის ექიმი. ხო და შესაბამისად დღეს ტაძრის მერე ჩამოვედი რომ რაღაცეებმა გასაკეთებელი რა იყავი აქ. ხო და ეხლა ვაკეთებ ბოქსის ხელთათმანებს დაახლოებით აი ამ ზღვის ქაფისგან დაწებებული მაქვს. რომ ზემოდან უნდა გადაეკრას მარციპანი. ესე ვარ გამოვთვალო. დიახ, ჩამოვძანდი. ძალიან დიდი მარციპანი მოუნდება და თან არის მერე მძიმე. ხო და ისა ტორტი ჩაიზნიქება, ანუ მარციპანი რო გავაკეთო, აბა წარმოიდგინე ხელა მასა. ამიტომ ეხლა დაახლოებით ვაკეთებთ ხელთათმანის იმიტაციას. სავარაუდოდ ეს ხლა ამაზე პატარა ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ბევრიც არ მინდა ჩავწერო, იცი რატო რომ ჩემი მეორე ტელეფონია ისევ ეს წელამკვდარა რომ ყავ რა. ის სახში მაქვს და არ ვიცი როდის შეაჩერებს ჩაწერის პროცესს. ამიტომ მინდა რომ ერთი ინფორმაცია გითხრათ, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე, მაგრამ ხან ზოგი ვერ იგებს, მაგრამ ვინც ვერ იგებს ხოლმე მაინც ვერ გაიგებს. ხო, ეს მეორე თემას ეხება. ეხლა პირველი თემა რაც ის არის, მაგას ყოველთვის ვამბობ ხოლმე და არ დამეზარება მაგისი გამეორება, რომ როდესაც კომენტარების შესახებ რა ეს ტრადიცია მაქვს, ეს უნდა სადღაც თვეში ერთხელ ვთქვა ხოლმე, იმიტომ რომ რამდენიმე კაცი ხომ ემატება ხოლმე სიტყვაზე კიდე რა გამომწერები და ნახლები და შეიძლება იმათ არ იცოდნენ. და მინდა რომ ინფორმაცია მივაწოდო მაგის შესახებ ხოლმე და ხშირად ძველებსაც მსგავსი პრობლემა მაქვს ხოლმე ძველ მაყურებლებთანაც. პრობლემა რა ის რომ კომენტარები იკარგება ხალხო. თქვენ რო კომენტარს წერთ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რამდენი კომენტარი გაქვთ დაწერილი, არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. და თქვენთან რო ჩანს, ჩემთან არ ჩანს. ანუ აი ეხლა როგორ უნდა მიხვდეთ ეგ? თუ მე პასუხი არ გაკეთით, ან ელემენტარული არ დაგიგულეთ კომენტარი, ესე იგი ის კომენტარი ჩემთან ფიზიკურად არ არის. თქვენ რო შეხვიდეთ იმ ვიდეოზე, სადაც კომენტარი დამიწერეთ, თქვენ ნახავთ, მე ვერ ვნახავ. ანუ ვინც დაწერა ის კომენტარის, თავისი ავტორი ნახავს კომენტარის ავტორი, მაგრამ მე ვერ ვნახავ. და არის შემთხვევები კიდე რომ 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 4 თვე და წელიწადიც კი დაუვიანია კომენტარს. ეგ არ არის ჩემი ბრალი, ეგ არის YouTube-ის ალგორითმის ბრალი. ანუ ამ ხელა კომპანიაა, ამ ხელა ის არის Google, მაგრამ რაღაცეები აქვს გაუმართავ, ისე რომ ეგ ინფორმაცია მინდა ხოლმე რომ ხშირად გავაჟღერო. და ეხლა რაც შეეხება მეორე ინფორმაციას, რომელთვისაც გაბრაზებული არა, უბრალოდ აი მეტი საქმე არა გაქვთ მეთქი, მინდა რომ თქვა ესეთ სიტუაციაში. სახელი აღარ მახსოვს, ვისაც ეხება ეს შუშანა თუ რაღაცა ეთხო. ესეთი კომენტარი იყო. ბაცაცოს ეხება ეს თემა. ძალიან დიდი მადლობა რომ ძალიან ბევრმა კი არა და უმრავლესობა კი არა, ყველამ როგორც მე შევწუხდი ბაცაცოს ამბავზე. თქვენც განიცადეთ. და მადლობა დიდი ბევრმა მანამდე რჩევებიც მომეცით, რომ
ყვავილთან დაკავშირებით მეცხოვ თქვი, რომ შეიძლება შხამიანი იყო თქმეთი, მაგრამ ეგ კონკრეტული ყვავილი, რომელიც ბაცაცომ დაღეჭა, გაღეჭა და ათრია, არ არის საერთოდ შხამიანი. ბავშვმაც რო შეჭამოს, ბავშვისთვისაც არ არის ეგ საზიანო. ასე რომ ეგ ინფორმაცია გავარკვიე. და ბევრმა მითხარით რა, რომ ჭირი დადისო, რაღაცა აცრები და ისა სჭირდებაო და გასაგებია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენთანაც ჩვეულებრივი მოვლენა ეგ ძაღლის რაღაცა, ისე რომ ხალხი ეზოებს და ბაღებს ცრის მაგისთვის, რომ ის ბაქტერია მოკვდეს. და ბევრმა მსგავსი ინფორმაცია მომაწოდა, რისთვისაც დიდი მადლობა თქვენ. ეხლა მინდა რომ ამ ქალბატონს გავცე პასუხი. აი როგორც შენ დამიწერე, არ გეწყინოს, რომ მაგრავო. მეც მასე დავიწყებ, აი. ოღონდ ისა, მე არ მეწყინდა. არის საერთოდ ახლა არ მიმიტანია. უბრალოდ იცი რა მიყვის ხოლმე? გავს ხელთა დღას მარჯვენა ხელისას. იცი რა მიყვის ხოლმე? სანამ რაღაცას რო დაწერთ ხოლმე, აი მაგალითად დაწერს ხოლმე ესეთი ტიპის ადამიანი. დავიჯერო რაღაცას არ ფიქრობთ, რომ იქნებდა ეს გააკეთა, იქნებდა ეს ისაქნა. ეგ კიდე ცალკე თემაა. სასაცილოდ მითხრა, აღარ გეწყინოსო რა. უბრალოდო ძაღლიო აღარ მოიყვანო, აშკარად ვერ უვლი ძაღლებსო. ეხა ჩემს ვიდეოს ქვია ანუშკი მირეკავს ჩემი მეზობელი ერთი წამით. გამიჩი. დაგირეკავ ანუშკი ეხლა. რო შევალ აქვე კარგად არიჭერს ინტერნეტი და რო შევალ იქა Wi-Fi-სთან ახლოს. ხო და ჩემს იმას რა ქვია ვიდეოს ქვია ყოველდღიური ვლოგები. ნუ რაღაცას ვაკეთებ, ხო? ვიღებ, არ ვაკეთებ რაღაცას, გიზიარებ ყოველდღიურ ამბებს, ხო? საკავდო, იარ გამიფრიალდება და დეტი. ესე იგი, ეს არის მარჯვენა ხელი. ახლა მე უნდა გავაკეთო მარცხენა ხელი. ხო, მაგრამ ბევრს გონია ხოლმე, რომ ეს ყოველდღიური ვლოგი რადგან ქვია, მართლა ყველაფერს ვანახებ და მართლა ყველაფერს ვიღებ. ყველაფერს რო ვიღებდე, 9 ჯერ გაბექცეოდა მაყურებელი. ანუ ამან ჩათვალა საჭიროთ, რომ ესეთი კომენტარი დაეწერა, იმიტომ რომ არც ჭიაზე, არც ჭირზე, არაფერზე არ ვუვლით, არაფერს. ხო და მირჩია, რომ ძაღლი აღარ მოიყვანო. ამის მერე ხალხმა ქათმებთან რო ბაქტერია შევიტან და დავყრი. კატებს რო ჭიის წამალს დავალევინებ. ძაღლს რო დავალევინებ, ჭიაზე რო დავამუშავებ ყოველა იმ პერიოდში, როცა საჭიროა და აცრას გავუკეთებ. გამოგეხსენებათ, რომ ნინო მით უმეტეს ძაღლებთან და კატებთან ისეთი შეხება აქვს. თქვენი აზრით ვტოვებ რომელიმე ცხოველს ასაცრებს? თქვენი აზრით, ანუ თქვენ არ მოგმართავთ ხალხო, ვინც სულ ხართ და რაღაც, ანუ ესეთი ტიპის ხალხზე ვამბობ რა. ანუ თქვენ რო რაღაცა დაწეროთ, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გადავიღო და ამის მერე ყველაფერს გადავიღებ ხოლმე. ეს იცი რა კატეგორიის ხალხია კიდე? აქ ჩავამატებ, არ გეწყინოს, უბრალოდ მე ესე შემიძლია პასუხის გაცემა იქ, მაგრამ ეზარებოდა კომენტარის დაწერა. ოღონდ სიტყვა არ გეწყინოს, მეც ვიხმარ, იმიტომ რომ არ უნდა გეწყინოს. გახსოვთ ერთხელ კერძს ვაკეთებდი რაღაცას და ესაო, როგორ იყო?
ხო, კარტოფილს ვწვნიდი და ვიდეოს ვიღებდი რა და კარტოფილის გაფრთხნა რომ მოვჭი, დავაპაუზე. კარტოფილი გავრეცხო მეთქი და ისევ დავჯდე. სადღაც 10-15 წუთი მქონდა ან დაპაუზებული, ან გათიშული და მე ისევ ახლა ჩავრთე, ხო, რომ გავამზადე ხახვია ყველაფერი. ხო და იმ ვიდეოზე დამიწერეს, რომ ანუ ვიდეოში რა ჩანს, კარტოფილი გავფრცქვენი, დავდე და ავიღე და დაჭერა დავიწყე. ეგ ჩანს. ის შუაში რა მოხდა, ხო არ ჩანს, როგორ ვრეცხავ კარტოფილს ეხა. დავჯერ ძალიან საინტერესოა, რომ გადამეღო. ხო და ეგეთი კატეგორიის ხალხია, რომ იცი რა? ეგ კარტოფილი უნდა გაგერეცხა. თავიდან ვერ მივხვდი გეფიცები და მე მივხვდი რომ კადრში რო არ ჩანს, რომ კარტოფილი გავრეცხე. ფაქტიურად არ იმისთვის არ იყო გარეცხი. ხო და ესეთი ტიპაჟის ხალხი არ გეწყობს. არ დაწერო ხოლმე კომენტარი, ძალიან აქ თხო. იმიტომ რომ შენ რო დაიჯერო რაღაც მე იმისთვის არ ვიღებ ვიდეოს. და აქ ყველამ კარგად იცის ერთი რასაც არ ვაკეთებ, ძაღლის საწოლში არ ვიწვენ ძაღლს, თორე არც მძინავს, არც ვჭამ, არაფერი. საერთოდ, როდესაც ვიცი, რომ რომელიმესთვის არ მიჭამევია, როგორ დავიძინებ ისე კარგად, როდესაც ვიცი, რომ რომელიმე ძაღლს შიანს ცივა. აი, ხო არ იცი ეს და აი რატო წერამ სისულელეს? ბაცაცო იცი რატო წავიყვანე? ხო თქვი მანამდე კუდა რომ მომიკვდა, ისა ლეიშმანიოზი დაემართა კუდას და ბაცაცო იცი რატო წავიყვანე, რომ დედა მითხრა მაშინ ჩემებისგან, ჩემი ძმისგან წავიყვანე და პატარა ლეკვები ყავდა იმ ძაღლს და დეკემბრის ის პერიოდი იყო რა, მაგრად რო ციოდა. ხო და დედამ თქვა, რომ ისაო ძალიან სუსტები არიანო და ხამას თუ ოთახში არავინ არ შეიყვანს, მაგრამ სავარაუდოდ დაიხოცებიანო რა. და ამ სიტყვების მერე გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი მაინც წამეყვანა და რო წავიყვანე, ის დანარჩენები დაიხოცნე. ჩემი ტვინით მე ბაცაცო გადავარჩი. მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადავარჩი. რაღაცა მოუვიდა. რომელიც არ ვიცი. და ისა ისევ იმას მივმართავ რა, რომ მაშინ იცი რა, ამ პერიოდში ძალიან ბევრს დაეხოცა ლეკვები ზუსტად გაურკვეველი ჭირის გამო. ანუ აი ესე, როგორც ჩემი ბაცაცო, სახსალამათი. ცელქი ბავშვით რო დარბოდა. მასე მოუვიდათ ბევრს და რო ჩამოგევლოდა ყველას ოჯახში, რო გააფრთხილო, რო ძაღლი აღარ მოიყვანონა რა, იმიტომ რომ შენ რო ეთქვი. გაიგებენ, იმიტომ რომ ეხა მე ხო შენ რომ მითხარი აღარ მოიყვან ძაღლს. იმიტომ რომ ფაქტიურად შენ ხო უკეთესი რა. ვის ოჯახში რა ხდება, იმიტომ რომ ეგრეა. ხო და ეხა შენ თუ გეწყინა, ძალიან გთხოვარ გეწყინოს, იმიტომ რომ არ უნდა გეწყინოს. მე მაგალითად არ მეწყინა, უბრალოდ ნერვები მეშლება ხოლმე ეგეთი ხალხის გამო, როდესაც თუ არ დაანახე რო არ ასჯერათ. მოდიში ეხლა ძალიან მაგარი სისულელე უნდა ვთქვა რა. ჩემ კადრში არასოდეს არ გინახია შენ ტუალეტში შევდივარ თუ გამოდივარ და შენ რა გონია კუჭში ვარ შეკრული? ჩეთკი დავკარგე ხალხი. ეს ერთი და ეს მეორე. ეხლა დავატოლებ. ცოტათი დიდია ეს. ადგილი აქ დიდია, ეს ეხა ჩამოუთლი აქეთ ამ ხაროს და ეგ არის. ეხა ამას კარგად გავასუფთავებ, მე ამას ჟელეს წაუსმევ, საჭმელ ჟელეს, საკვებ ჟელეს, რითიც წებდება. დავაწებებ.
მარციპანს გათხელებულს და ეგ არის და ეგ. ფუ. ზათ არის ჩემი ფელჩატკები ტორტზე დასალაგებლად. აბა ძნელი იყო, წაველი ახლა ხახნო, აბა ჰე და აბა ხო. ხვალ სანამ წავალ. სანამ წავალ ვიდეო ჩავწერ ალბათ. აბა დროებით თქვენցით.